გამარჯობა, მე შაკო ვარ. ძალიან ცხელა და სიცხეში რა არის კარგი? ლუდი. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ლუდი, რაც აქ შევძელით, რომ გვეპოვა. დავიწყებთ ჩამოსასხმელით, ეს არის ჩამოსასხმელი პილს ჰელასი. სხვა სახელი ამას არ აქვს. 5 ევრო მივეც თამაში, ანუ 4 ევრო გითხრეს, რომ 4 ევრო ღირსო. მაგრამ 20 ევროიანი მივეცი და 15 ევრო მომცა და ისეთი რიგი იყო, რომ იქ პანიკები აღარ ავწიე 1 ევროს გამო. ამ ლუდს აქვს 4 და 5% ალკოჰოლის, ჩამოსასხმელი ლუდით დავიწყოთ, რომ შემდეგ ქილის გემოები დავაგემოვნოთ. ნახოთ, რომ აჯობებს ქილის ლუდი ჩამოსასხმელს თუ არა. გაგვიმარჯოს. თითქოს თან წყალივით არის, არც ძალიან დაგაზულია, არც ალკოჰოლი იგრძნობა დიდად, წვენივით არის. ან მე მეჩვენება წვენივით. პირველი არის ამსტელის რადლერი, ამას აქვს ალკოჰოლი 2%. არის ლიმონის გემოთი, არომატი, რაც ქვია, მოდი გავსინჯოთ. გახსნა საკმაოდ ეფექტურია, როგორც ლუდის. ჩვეულებრივად წვენი. ცივი ჩაი, ფიუსტი, ფაქტიურად ლიმონის არომატით. არა. ამას დიდი X-ი ჩვენგან, რომლებიც არ მომეწონება, დავდგავ აქეთ. რომლებიც მომეწონება, დავდგავ აქეთ. ამას დავუწერდი 10-დან 1-ს. იმიტომ რომ ეს ლუდი არ არის. ანუ წვენია. ერლენდ ბაჩერ 4 და 9 აქვს ალკოჰოლი. გერმანული ლუდია. გერმანია აწერია. გაგვიმარჯოს. ვერ გავიგე. მე ზოგადად არ მიყვარს ისეთი ლუდები, რომელიც ძალიან ქაფდება პირში, როდესაც სვავ. ანუ როგორც სითხის სახით ისე ვერ სვავ. ქაფის სახით სვავ, რომელიც მომეწონება, იმას დავლევ ბოლომდე. ეხლა ეს მაგალითად ლუდი არ იყო, არ მსიამოვნებს რა და გემო ვერ ჩავატანე ვერანაირი და შესაბამისად ამას არ დავდო. ამას დაუწერდი 10-დან 4. გემოზეც დიდად ვერ გამოირჩევა, ამიტომ ამასაც გავუყვებით მარცხნივ. ხო, არ იცვლება 10-დან 4 ამას. ეს არის ბერძნული ლუდი, ალფა, ამას აქვს 5% ალკოჰოლი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სპირტის გემოზე არ დავლევ. ნებისმიერ ლუდს, რომელსაც ექნება 5% ალკოჰოლი ან 5%-ზე მეტი, ყოველთვის გძნობ სპირტის გემოს. ამ შემთხვევაში ნახოთ რა იქნება. ისევ გაგვიმარჯოს. ეს გერმანულ ლუდს ბევრად მირჩევნია მე გემოზეც და ჩვეულებრივად როგორც სითხე ისე ისმევა. ეს ლუდები რომ მოვიტანეთ, ჩანთით მოვიტანეთ და არ მგონია ეხლა ისევ აჯანჯღარეთ, რომ ავაკაფეთ და მაგისი ბრალი იყოს, რომ ამან კაფის გემოზე წაიღო. არა, ესეც იმ კუჩი იმყოფებოდა და ეს რა შვენივრად მიდის ეს. ამას დაუწერდი 10-დან 7. ანუ ის სამი რატომ მოვაკელი არ ვიცი, მაგრამ ალბათ მარილი აკლია. ეს ლუდი მომეწონა, ეს მარჯვნივ. ეხლა გადავედით შემდეგზე. ამსტელი. ეს ლუდია ბერძნული, 5% აქვს და 5% სერიოზული განაცხადია იმისთვის, რომ სპირტის გემო არ ვიგრძნოთ.
მაგალითად ეს რო ყოფილიყო ხა ჩამოსასხმელი, ძალიან მესიამოვნებოდა რა. ხო და ეს ძალიან კაია. ამას 10-დან 9. სასიამოვნოთ მიდის რა და თან 5% აქვს. თუ საბერძნეთში მოხვდებით რომელიმე ჩემი რეკომენდაცია ჯერჯერობით ამას. ჯერჯერობით ამ სტელი ლიდერობს. პლუსის რო 5% აქვს ალკოჰოლი. ვაფშე ვერ გძნობ რომ ან დასპირტულია ან რაიმე ეგეთი. ეხლა მივაკითხეთ ფიქს. ფიქსიც ბერძნულია, ამასაც 5% აქვს ალკოჰოლი, რაც სერიოზული განაცხადია. როდესაც ლუდს ამზადებთ და 5%-ს აკეთებთ ალკოჰოლს, უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემი აზრით. რაც არ გინდა გააკეთო, სპირტი აუცილებლად იგრძნობა 5%-ში და მაგიტომაც აი ამას 10-დან 9-ს ვაძლევ. ვიგრძენი სპირტის გემო. ეხლა ვნახოთ ეს რა მოხელე ნაჩალნიკია 5% რო აქვს განაცხადი. აი ესეც ცოტა გერმანული სტილში მიდის, ანუ ცოტა კაფივით მიაკ. არაფრისკენ არ მიაკ გემო. აი თითქოს აიღეს ტექსტური, აი ლუდი როგორ მზადდება ჯიგარო, ესა. უქნეს ესა, განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი პლუსი ალბათ ის, რომ აი სპირტი არ მიყავს, მაგრამ დასალევათაც დიდათ არ მესიამოვნა. ვერა, გემო არ მესიამოვნა. ესე იგი, ეხლა აქ წერია 150 წელია ისტორია გვაქვს და დაიწყეს გამოშვება 1864 წლიდან ამათმა. ესე იგი, ამათ უნდა ქონდეთ რაღაცა თავისი სპეციფიური გემო, მაგრამ ჩვეულებრივი ლუდია. არ არის რაღაცა განსაკუთრებელი. ამდენი წელია ლუდს აკეთებ, რაღაცა მიეცი, აი ესე მოაყარე მარილი რა ჩემისას. ეგ არ აქვს. ამას ალბათ 10-დან 5. არაფერი ქაფდება, ნახვი, მარცხნივ. ეს არ მოგვეწონა. შესაბამისად, ამას ბოლომდე არ დავლებთ. გადავედით ახლა მამოსი. პატრას. ამას აქვს ალკოჰოლი 5 ამასაც. ძალიან სერიოზული განაცხადია 5. 1876 წლიდან დაიწყეს ამათმა ლუდის დაარსება და ვნახოთ ახლა რისთვის იბრძვის ეს ხალხი. აი ამათ თავიანთი სპეციფიური გემო აქვს. ანუ ეგრევე დამიტოვა თავისი სპეციფიური გემო. ჩემთვის ტკბილია. სპირტი არ მიყავს. ძალიან ტკბილია. სპირტი არ მიყავს და ალბათ მაგიტო არ მიყავს სპირტი, რომ გადაფარეს რაღაცა სიტკბოთი. ის სპეციფიური სიტკბოს გემო აქვს. ცდილობენ, რომ ეს ალკოჰოლი გადაფარონ. ასე რომ ჩემთვის ისეთი გემო აქვს, რომ ამასაც არ ეკუთვნის ის, რომ ჩავცალოთ თავიდან ბოლომდე. ასე რომ ამას 10-დან 6 და გადაბრძანდა მარცხენა მხარეს. თითქოს და უჩვეულო ქილა ლუდსთან მიმართებაში, მაგრამ დავაგემოვნოთ 5% აქვს ამასაც ალკოჰოლი, ძალიან სერიოზული განაცხადი აქვს გაკეთებული ამათ. ჩვენ კაფე არ გვაშინებს არანაირად.
ო მელანო კიდევ ძგნარავ პაპიროს. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ამას 5% აქვს ალკოჰოლი, სპირტს ვერ ვგზნობ, ვერც ისეთ მკვეთრ გემოებს ვერ ვგზნობ, რომ აი რაღაცით რო ცდილობდნენ სპირტის გადაფარვას. სასიამოვნო დასალევია და აქვს 5% ალკოჰოლი. მართლა მომეწონა ეს ლუდი. ამას დაუწერდი 10-დან 9-ს. აი ესეც 10-დან 9 არის. ეს იმსახურებს იმას, რომ ეს ჩავცალოთ თავიდან ბოლომდე. ეს მარჯვნივ. მივადექით კაიზერს. კაიზერს აქვს 5 და 2, რაც განაცხადი აქვს ამათ გაკეთებული აი რაღაც საოცარი. ანუ არ ვიცი, ჩემი აზრით სანამ ამას გავსინჯავ, უნდა დამხდეს რაღაც ისეთი მკვეთრი გემო, რომ სპირტიანობა და ალკოჰოლი რაღაცით გადაფარონ. ესე მგონია მე. წარმოშობა არ აწერია, მე ახლა არ ვიცი, ეგეთი გარკვეული არა ვარო, ყველა ლუდი ვაიმე აი აქედან არის, აი იქიდან არის. არ ვიცი, ლუდი მიყვარს, მაგრამ ესე დეტალურად რომელი ლუდი საიდან არის, არ ვიცი. რაღაცეები ვიცი კი, მაგრამ ყველა დეტალურად არ ვიცი. ამას ყველაფერი ბერძნულად აწერია. მოდი შევტენოთ ბერძნებს ეს ლუდი. ჩემი აზრით ამ ლუდის შეტენვაზე მადლობელი ბევრი არ უნდა იყოს. აი როგორ თქვი, ეგრევე სპეციფიური გემო ხდება, აი ეგრევე. ხო არის შეგძნება, რომ აი რო გინდა რაღაც რო გწყურია და რო დალევ და რო მორჩები დალევას და დადებ, შემდეგ ხვდები იმის გემოს და ეს პირიქით არის. ანუ დალევის მომენტში როგორც კი სვავ, ეგრევე გირყავს ენაზე. მკვეთრი გემო თან ტკბილია და თან ცდილობენ რომ რაღაცა აი სხვა რაღაცის გემო შემოგტენონ და იმ სხვა რაღაცის გემოს ისე კვტენიან რომ ეს სიტყვოც კვდება, სპირტიანობაც კვდება. ამ ლუდს 10-დან 3. გაჟე 2 თუ არა. მოდი ჰეინეკენი ბოლოსთვის დავიტოვოთ. ადგილები გადაუნაცვლოთ და ეხლა დავლიოთ არგუს ლაგერი, რომელსაც აქვს 4 და 7. ვერ გავიგე. მოკლედ ეს თორემ ეხლა როგორც შეგრძნება. 4 და 7 აქვს. დასალევათაც ნორმალურია. მაგრამ შეგრძნება რჩება ისეთი, რომ თითქოს შვრია დაენანათ, მტენიან რაღაც სპეციფიურ გემოებს და არასასიამოვნო ხდება. აი ლუდში, როდესაც ეცდებით, რომ რაღაც სპეციფიური გემო შეტენოთ ადამიანს, იქვე უკვე ის ლუდი კარგავს ინტერესს ჩემი აზრით. ანუ ეხლა მე ამას მეორედ არ ვიყიდ. აი საერთოდ უცხო ლუდი რო ვიცოდე რომ ამის გვერდზე არის, ავიღებდი უცხო ლუდს, ვიდრე ამას. შესაბამისად ეს ლუდი არ არის იმის ღირსი, რომ ეს თავიდან ბოლომდე ჩავცალო. ამ ლუდს მე დაუწერდი პირადად 10-დან 4-ს. ამიტომ ბრძანდათ კარგებოდეთ ხელ მარცხნივ, მაგრამ ერთ მაინც იმიტომ მოვსვავ, რომ მე ლუდი მიყვარს. დარჩა ბოლოს ჰეინეკენი. ჰეინეკენს უნდა მოუწყოთ მძიმე ტესტი. და ეს ზაკაზად მოვიტოვე ჰეინეკენი ბოლოს, რომ მაინტერესებდა. კი არის ის ფაქტურები, რომ აი თავიდან რო რაღაცებს ვავ, გემოებს კარგავ. კი შეიძლება იყოს ეგ, მაგრამ ესე ვფიქრობ, რომ ჰეინეკენმა უნდა იკადროს თავისი საკადრებელი
უბრალოდ ლუდია, რომელსაც 5 აქვს ალკოჰოლი და არის სასიამოვნო დასალევი. I'm deciding here to see which beer is the best. We had the best What beer? in Czech Pilsner. Can I find it I here? don't know. Czech beer is the best. Yeah, I'm giving rating on the But beers. Mythos is good too. Mythos. Yeah, Mythos. It's good. Yeah. That's she's the right side beers. I give them good quality. Okay. This all of them, Yeah. it's trash. Oh. No, You are good businessman. nice to meet you, bro. ჩვენ შევჩერდით ჰეინეკენზე. არ ტენის რაღაც გებუებს, რომ აი ამის გემოს მე შენ შემოგტენი და შენ დაივიწყე ის, რომ 5% ალკოჰოლი მაქვს ჩატენილი ამ ქილაში. ამას აუცილებლად 10-დან 9-ა ჩემთვის და ამას ნამდვილად ეკუთვნის, რომ თავიდან ბოლომდე ჩავცალოთ. ეს გამოეთიშა, ანუ ეს სამი ლუდი არის იდეალური თავიანთი ალკოჰოლიდან გამომდინარე და თავიანთი გემოდან გამომდინარე. ეს მარცხენა მხარეს აქ რაც არის, მარცხენა მხარე არის ის, რომ ანუ არ გვესიამოვნა, ყველა ცდილობს იმას, რომ შემოგტენოს რაღაცა გემოები იმის გამო, რომ ალკოჰოლი დაფაროს. ამასაც არ ვენდური არანაირად, უბრალოდ ეს დამარცხდა ამ სამთან. მოკლედ ეს არის ის კომბინაცია, რომელსაც აი ამ სამს გავიყვანდი პირველ ადგილზე, ანუ ეს სამიც ისი არის, რომ რომელს ავირჩევდი არ ვიცი, ანუ გააჩნია როგორ ხასიათდება. ხასიათი როგორ რა, ანუ რო შევხედავ იმ მომენტში რამე სიამოვნებოდა, იმას ავირჩევდი, ანუ ვერ გამოვარჩევ. ეს რაღაცა ჰეინეკენია, იმას არ ნიშნავს, რომ აი ჰეინეკენი ავიღო და ეს დავტოვოთ. არა. აი ეს ლუდი მითოსი, ძალიან აი ამ ლუდმა მე მაგრად გამაუცა, ძალიან გემრიელი ლუდი იყო. ეს ორი ლუდი თუ სადმე არ დამხვდებოდა, მოვითხოვდი შემდეგ ამ სტელს. ამ სტელი თუ არ დამხვდებოდა, მოვითხოვდი შემდეგ ალფას. ანუ ეს ვაფშე წვენია. ანუ წვენია, ანუ ლუდი არ არის და მაგიტო გადავანარჩუნე. ალფა შემდეგ მოვითხოვდი ამას. მერე ფიქს, მერე არგუს და აი ეს ორი ვაფშე საერთოდ საშინელება და ეს საერთოდ ლუდი არ არის. მოდი ესე ვიდაო. რო რახან ჰეინეკენი პირველ ადგილზეა, არ იყოს ის, რომ აი ჰეინეკენი არის პირველი. არა, ვაფშე არა. ჩამოსასხმელმა ლუდმა ვერ აჯობა ამ შემთხვევაში ქილის ლუდებს. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, გააზიარეთ და გაგრძელება იქნება. როგორ არც მე არ ვიცი. მაგრამ გაგრძელება იქნება. აქ არავინ არ იცის. შევჭამ, დავლევ, ვიცეკვებ თუ სად მოვხვდები. რასაც გული გვიკარნახებს, იმას გავაკეთებ. ძალიან დაკარგებოდეთ.